მოდით ნახოთ მეგობრებო, გაქვთ თუ არა სამყაროს გამხარდაჭერა. გვექნება ორი ვარიანტი, ორი არკანი ამოვიდა. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. მოდით აქაც დავამატოთ, მხარდაჭერა გაქვთ თუ არა სამყაროსგან. და მოდით შევხედოთ რა მოდის პირველ ვარიანტში. ესე იგი, თქვენ თვლით, რომ მხარდაჭერა სამყაროსგან არ გაქვთ? რომ ბევრი შეცდომა გაქვთ დაშვებული და სწავლის პროცესში ხართ? სწავლობთ, გადიხართ კარმოგაკვეთილებს. ნაკლებად იტყვიან ამ ვარიანტში, რომ გვაქვს სამყაროს მხარდაჭერა. უფრო ამბობენ, რომ არა. რეალურად ვიტყოდი, რომ ბევრად მეც შეგიძლიათ მიაღწიოთ, ვიდრე ფიქრობთ. სამყაროს მხარდაჭერა ნამდვილად გაქვთ, დროთ რთულ კარმულ პერიოდში ხართ. სამართლიანად პასუხობთ სამყარო. სამართლიანად ვუპასუხებ ყველას, ვინც გაწყენინაო ამბობს. შენ იქნები ძალიან იღბლიანი, გეუბნებიან. შენ მოაგვარებ ფინანსურ საკითხებს, გეუბნებიან. მოაგვარებ პირად საკითხებს, პასუხობს სამყარო, რომელიც დიდი ხანია გაწუხებს. შენ მიიღებ სამყაროსგან საჩუქრებს, ასევე უახლოეს პერიოდში მიიღებ ამ საჩუქრებს. ამ ვარიანტში, მეგობრებო, პირველ ვარიანტში, მე თუ მკითხავთ, ნამდვილად გაქვთ სამყაროს მხარდაჭერა. უყვარხართ სამყაროს. პასუხობენ, რომ ძალიან გვიყვარხარო, გეუბნებიან. თუ დროებითი პრობლემების წინაშე აღმოჩნდი პრობლემების წინაშე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამყაროს მხარდაჭერა არ გაქვთ. ნუ ბრაზდებით ბედზე. იმდენად უყვარხართ სამყაროს, ვერც კი წარმოგიდგენიათ. როგორც კი გაივლი ამ კარმულ გაკვეთილს, გეუბნებიან, შენ ცხოვრებაში ყველაფერი. შეხედეთ რა მოდის იეროფანტი და 9 პენტაკლიანი გოგონა. შენ ცხოვრებაში ყველაფერი დაალაგდება, ფინანსებიც და პირადიც. პირველ ვარიანტში სამყაროს მხარდაჭერა გაქვთ, ვიფასებო. მეორე ვარიანტი. იცით რა მოდის? ძალაუფლება. სხვა ადამიანებს ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს თქვენთან შედარებით, ასე ამბობთ. ვერ ვაკონტროლებ საკუთარ ცხოვრებას, ამბობთ. იმიტომ რომ სადავეები თავად უნდა აიღოთ. თქვენ უფრო პოზიციაში ხართ დამეხმარეთ პოზიციაში, ან მომეცით, სავარაუდოდ, ან მიშველეთ შეიძლება, არ ვიცი. აი თითქოს სულ რაღაცას ელოდებით და გეუბნებიან, რომ შენც დაიწყე აქტიურობა. შენც დაიჯერე, რომ ყველაფერი კარგად გექნება. ეს არ ნიშნავს, რომ ილუზიაში უნდა იყო, არავითარ შემთხვევაში. ყურადღება მიაქციე საკუთარ ინტუიციას. ყურადღება მიაქციე იმას, რისი მიღწევაც გსურს და აღიარე შენი შესაძლებლობები, რომ ნაკლებად იყო დამოკიდებული სხვებზე, სხვის მოსაზრებებზე. და მაშინ უფრო სწორად ივლი შენი მიზნისაკენ. წარმოიდგინეთ ოცნებები და იფიქრეთ იმაზე, რომ ამ ოცნებებს რომ მიაღწევთ,
უაღრესად სიამოვნებას მიიღებთ. თქვენ გაჩერებული ხართ და თითქოს სამყაროს ხარდაჭერა გაქვთ ამ ვარიანტშიც ნამდვილად. მაგრამ თითქოს რაღაცა სტაგნაცია გაქვთ, აი გაჩერდით რაღაცნაირად ხდებით და ამ გაჩერებულ პოზიციაში რაღაცას ელოდებით სხვებისაგან. რეალურად, მეგობრებო, რასაც შესთხოვთ სამყაროს, გეძლევათ და გექნებათ. პირველ რიგში სიყვარული, ფინანსებიც, იმ მოქმედე გეუბნებიან. ფორტუნის ბორბალი ტრიალებს და სამყაროს ფარველობა თქვენზე გადადის. შეიძლება იყოს რაღაცა პერიოდი რთული, მაგრამ ეს პერიოდიც ალაგდება და დაალაგდება. რთული სიტუაციიდან გამოსვლა მიჩვენეს, როდესაც თქვენ იაქტიურებთ და გამოხვat ამ რთული სიტუაციიდან. რატომღაც ბევრი შიში ტრიალებს ამ გაშლაში. არადა ჩაფიქრებულის ახდენა გაქვთ, იცოდეთ. რაც ჩაიფიქრე, ყველაფერი ახდებაო, გეუბნებიან. თავარია, ნუ ხარ სტაგნაციაში, ნუ ხარ მოწყენილი, ნუ ხარ სტაგნაციაში, ნუ ჩერდები და მაშინ ყველაფერს მიაღწევ. ყველაფერს აბსოლუტურად, სადაც გქონდა სტატუსი, გაჩერებული, სადაც გქონდა სტატუსი სტაგნაციის, ეს ყველაფერი განეიტრალდება და იქნები ძალიან ბედნიერი სიყვარულში და ფინანსებშიც. ვერ ვიტყვი, რომ მეორე ვარიანტშიც არ გაქვთ სამყაროს მხარდაჭერა. მე ვფიქრობ, რომ გაქვთ. ამიტომ გაითვალისწინეთ რჩევები, მეგობრებო, და აუცილებლად იაქტიურეთ. სამყაროს მხარდაჭერა ორივე ვარიანტში გაქვთ. წარმატებები.